მოგესალმებით. ძირფასო მეფუტკრეებო და ჩემი არხის გამომწერებო. დღეს 18 იანვარია, მე ლექსონასვაშვილი ვარ და თქვენთან ვარ. მინდა კიდევ ერთი ვიდეო გადავიღო. თითქმის გადავაგურეთ ეს ზამთარი, მე უკვე ამ დროს ესე ვთვლი ხოლმე ზამთარს გადაგურებულად, რადგანაც ამ დროს უკვე მე განდი მიცემული მაქვს და უკვე ოჯახები ზე აღარ მნერულობ, რომ ვაიმე ბევრი საკვები არ მოიხმარონ და ოჯახები არ მომიკლას სიმშილვა. მე მინდა იგივე გითხრათ, იგივე გირჩიოთ, დავათვალიეროთ ფუტკრის ოჯახები, ჩავიხედოთ რა მდგომარეობაა, არის თუ არა კიდევ საკვები, აქვს თუ არა ფუტკრებს საკვები, არის თუ არა სკეფში ნესტი. ვაკონტროლოთ ეს ორი რამ, ნესტი და საკვები, მარაგები. უკვე ის დროა, როცა სკეფში გამალებული გვერდწყდება, იწყება ნელ-ნელა იმატებს გვერდწყდება, რაც უფრო თებერვალი დადგება და ხეში წყალი ჩადგება. ასე რომ მინდა გირჩიოთ, რომ გადაუკეცოთ ტილოები ნესტის წინააღმდეგ, რაც უფრო ახლოვდება გაზაფხული, მით უფრო დედა კვერცხდებას აძლიერებს, ეს უკვე გითხარით და მით უფრო მეტი თაფლი გადამუშავდება ოჯახში, ფუტკრის ოჯახებში და თაფლის გადამუშავებისას უფრო მეტი ნესტი გამოიყოფა, უფრო მეტი ტენია ოჯახში, დანესტილი ტილოები, შეთეთრებული ჩარჩოები და ამიტომ გირჩევთ ეს ოჯახები ახადოთ, შეამოწმოთ, ნახოთ რა ხდება და სადაც ფიქრობთ, რომ საკვები ცოტა გქონდათ გადაფხულს შემოდგომით, როცა დააზამთრეთ, ვინც აკეთებთ ამის აღრიცხვას, ჯობია რომ ასეთ ოჯახებს მიუმარაგოთ საკვები, განდი, მე ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით სიროფი ზოგ რეგიონებში ადრეა სიროფის მიცემა, მაგრამ თლად დაგვიანებულიც არ არის. აი ეს მინდა გაჩვენოთ, აი ესეა გადაკეცილი ახლა, ეს არის ხისკა, რომელსაც ქვემოდან ბადი აქვს და გადაკეცილი აქვს კუთხე. აქ სავარაუდოდ კი არა, განდი აუცილებლად მექნება მიცემული. კი ბატონო, განდი მიცემულია. გუნდიც საკმაოდ კარგად არის შეკრული და იქვე განდი უტევთ. მან წუთი საღამოს პირია უკვე, მაგრამ იღებენ. რადგანაც იღებენ, ესე იგი ჭირდებათ. რომ არ ჭირდებოდეთ და არ იყოს საჭირო, არ აიღებდნენ. და მე ყოველთვის კანს უდევ გაზაფხულზე ფუტკრის ოჯახებს. და ეს ტილოვ გადაკეცილი მაქვს იმისთვის, რომ კონდენსატი არ დაგროვდეს გასში. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს სკეფს ქვემოდან ბადეები აქვს, მე მაინც ვცდილობ, რომ ზემოდანაც გქონდეს სავენტილაციო, ჰაერის გასასვლელი. ახლა ზემოდან დავაფარებ მიამბალის, რომ პირდაპირ, აქედან მაინც ამოვა ჰაერი. უბრალოდ ის კონდენსატი არ დაგროვდება, საფარი ტილო იქნება თუ ცელოფანი იქნება თუ რასაც ხმარობთ სკაში. ესეთი რაღაცის ჩვენება მინდოდა, მეგონი მივხვდით რაზეც მაქვს საუბარი და მოკლედ გაზაფხულამდე მოყვანილი ფუტკარი შევეცადოთ, რომ ახლა ამ პერიოდში არ დაგვეხოცოს და ნახოთ ხოლმე, რა ვიცი, მე
თითქმის უკვე ყოველ დღე მოვდივარ, ერთი სული მაქვს. კიდევ როდის იქნება გაზაფხული, რომ კიდევ ერთი წელი ჩემს საფუტკრეში გავატარო მშვიდად და როცა ადამიანს ქსიამოვნებს იმ საქმის კეთება, რასაც აკეთებ, რასაც ემსახურები, მე მჯერა რომ აუცილებლად გამოგვივა ყველას და გიჩვენეთ ეს საქმე არ აკეთოთ მხოლოდ და მხოლოდ შემოსავლის გამო და აკეთეთ ეს საქმე სიყვარულით და შეიყვარეთ ეს წერი. დარწმუნებული ვარ, ჩემსავით არის მეფუტკრეების 90% რომ არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში ესეა, ყველა ელოდება, როდის გამოიზაფხულებს, როდის აგუგუნდება ფუტკარი საფუტკრეებში. მოკლედ, ყველას გისურვებთ მოგუგუნე საფუტკრეებს, ყველას გისურვებთ 100%-იან გამოზამთრებას და რა ვიცი, მე რაც შემეძლება, თუ რამე გეხმარებით ჩემი ვიდეოებით, ძალიან ბედნიერი ვარ ამით და მოკლედ შევეცდები და ვცდილობ ყოველთვის რომ თქვენ გვერდზე ვიყო და მოკლედ თუ რამეს მოახერხებ რომ რაღაც ისეთი გავიგო ან ვისწავლო ან ვნახო, მე ყოველთვის ვცდილობ რომ გაგიზიაროთ და გითხრათ რომ გავაკეთოთ ესე მე ყოველ წელიწადს რაღაცას ახალს სწავლობ, ახალს კითხულობ, ცოტა საკითხავად და წიგნების საფურცლად უკვე ვეღარ ვიცი ამ ბოლოს და უფრო პრაქტიკოს მეფუტკრედ ვიქეცი ვიდრე, იმიტომ რომ ძალიან ბევრ საქმეს მოვიჭიდე, ცალკე რეალიზაციას ვაკეთებ, ცალკე სადისტრიბუციო ქსელი ავაწყეთ, ცალკე წარმოებას, ცალკე ის და ძალიან ბევრ რამეს, სფერო ერთია მეფუტკრეობა, მაგრამ ძალიან ბევრ რაღაცებს იმაშვები და ჩავხსენი უკვე წელიწადი გახდება, რაც სკეპს აღარ ვაწარმოებ და გადავედი სხვა რაღაცებზე, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ რომ რაღაცა შევიძინო, რაღაცა წავიკითხო. ვაქტიურობ Facebook ჯგუფებში, რასაც თქვენც გირჩევთ ყველას, მოძებნეთ Facebook სივრცეში მოძებნეთ ქართული ფუტკარი და საქართველოს მეფუტკრეობა. ეს ორი ჯგუფია, სადაც ზღვა ინფორმაცია იდება, სადაც მეფუტკრეები ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას და მინდა რომ ყველა ქართველ მეფუტკრეს კონდეს წვდომა ამ ჯგუფებთან და ამ ზღვა ინფორმაციასთან. ხო, გეტყვით კიდევ რომ ანტიბიოტიკებთან ჩემი დამოკიდებულებას კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ, მინდა რომ ეს ყველა ვიდეოში ვთქვა, რომ არ გვინდა ანტიბიოტიკები, არაფერში არ გვჭირდება. მე 10 წელია უკვე რაც აქეთ გამოსულები ვარ სამაჩაბლოდან, რაც აქეთ საფუტკარი მყავს, ანტიბიოტიკი არ მიხმარია სკაში და არც დამხოცია ფუტკარი და ეს მინდა ყველამ დაიჯეროს და გაიგოს, რომ ანტიბიოტიკებს უთხრათ უარი, იმიტომ რომ შეიძლება 100-დან ერთმა მეფუტკრე მიხმაროს და როცა დრო დადგება და ანევროპისკენ დაიძრება თაფლი ან სადმე წავა, იქ აუცილებლად ის ერთი მეფუტკრე გაუფუჭებს 100 მეფუტკრეს საქმეს და ეს შევეცადოთ რომ არ გქონდეს, არ გაუფუჭოთ სხვა მეფუტკრეებს საქმე და გქონდეს ისე აი ეს ტყუილად თორე რამეში რო ჭირდებოდეს ფუტკარს ანტიბიოტიკი, ვერანაირ ვერ დამასწრებდა რა და ვერც განსხვავებული აზრის დაფიქსირებას ვერ შემიშლიდა ვინმე და არასოდეს არ შემშინებია რაიმე განსხვავებული აზრის დაფიქსირება და ყოველთვის ვაფიქსირებ მომაღლა და ეს ჩანს კიდევაც. მოკლედ არა ანტიბიოტიკებს, ახლა გუშინ კარგი შეხვედრა იყო, შეიქმნა როგორც გითხარით ქოლგა ასოციაცია, სადაც საფუტკრე იურიდიული მეფუტკრეთა გაერთიანებები გაერთიანდა, 10 იურიდიული ასოციაცია იყო, რომლებიც გაერთიანდნენ და ამ ასოციაციებში არის გაწევრიანებული აქტიური მეფუტკრეები, არიან გაწევრიანებულები და გირჩევთ თქვენც რომ მიაქტიუროთ, გაწევრიანდეთ რომელიმე ამ 10-დან რომელიმე ასოციაციაში გაწევრიანდეთ და
უფრო მეტი ინფორმაცია გექნებათ, უფრო მეტი ცნობა გექნებათ ყველაფერთან და ნელ-ნელა უნდა ჩამოვაყალიბოთ და დავაყენოთ ფეხზე ჩვენი განადგურებული და თითქმის ნოლზე ვართ, ისე წინა საუკუნეების დროინდელი მიდგომები გვაქვს საფუტკრეებში და მოკლედ საჭიროა ძირეული შეცვლა, მიდგომების საჭიროა უფრო მეტი სკეთება, საჭიროა მეტი კონსოლიდირება, მეტი ერთადგომა და ერთი ბიზნესკენ სწრაფად, თორემ გაივსო ბაზრები უკრაინული, რუსული, ჩინური ფუტკრის პროდუქტებით და ამას რომ თავი დავანებოთ, ჩვენ ვერ გაგვაქვს იქიდან შემოდის ღია ბაზრის ეს არის პრინციპი, ნუ საქართველოს ხელმოწერილი აქვს ამაზე და ახლა ვერ დავუკეტავთ ვერავის საზღვრებს. მოკლედ გამიგრძელდა საუბარი გამოზამთრებულ ფუტკარს მივაქციოთ ყურადღება. თითქმის გამოზამთრებულ ფუტკარს მივაქციოთ ყურადღება, რომ არ დაგვეხოცოს ეხლა ამ ეტაპზე უკვე მისულები როცა ვართ თითქმის ფინალზე. წარმატებას გისურვებთ ყველას. მოვიდეთ.